პატარა ფეხბურთელები საფეხბურთო აკადემია ვიკინგების წევრები შემოგვიერთდნენ, განსაკუთრებულად შეხვდნენ ისინი მსოფლიოს ჩემპიონატს ფეხბურთელებისთვის და ახალი თაობისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი არის ხოლმე ასეთი დიდი ტურნირების ხილვა ალბათ და სხვა შორის ძალიან ბევრმა ადამიანმა გუშინ დავით მინაშვილიც საუბრობდა რამდენიმე ფეხბურთელსაც უთქვამს ხშირად, რომ კონკრეტული მსოფლიოს ჩემპიონატი გახდა მიზეზი მათი პროფესიის არჩევისა და ალბათ როცა ახალი თაობის ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, მათთვის დარწმუნებული ვარ, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ძალიან დიდ კვალს დატოვებს მათ ცნობიერებაში და თავარი მოტივაცია იქნება ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ საქმეს არასოდეს არ უნდა დაანებონ. თავი დილა მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოდი მე მარცხენა ფლანგს შევუერთდები და გავამაგრებ. გოგონებს მარჯვენა ფლანგს გადავაბარებ და ერთად გამოვკითხოთ ჩვენს პატარა ფეხბურთელებს და მომავალ თაობას. რამდენად არიან ჩართულები ამ მუნდიალზე და ვის გულს შემატკივრობენ და მოკლედ როგორი არის მათი მოლოდინი მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით. წარვადგინოთ კი ბატონო. საფეხბურთო აკადემია ვიკინგების მთავარი მწვრთნელი. თავარი მწვრთნელი თანადამფუძნებელი და მოგესალმებით და მეგობარი ამ ბავშვების თანამშრომელი. მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორი იყო წუხანდელი საღამო და თუნდაც დღევანდელი დილა იდექით მყარად და უყურებდით თამაშებს? თუ არა მოდი მიკროფონით ვინც ისაუბრებს, მიკროფონი რომ გადააწოდოთ ერთმანეთს. ესე იგი, მეგონი ვასკა არ აძლევს ბავშვებს საშუალებას, რომ გვიან შეხვედრებს უყურონ ხოლმე და ამისთვის რა უნდა გაკეთდეს, მაშინ დილით ჩვენი ვრცელი მიმოხილვა შეგიძლიათ უყუროთ თქვენ მიმოხილვას. ამ დროს უკვე ყველა ფეხბურთელს გვიზავს ხოლმე და შესაბამისად ინფორმაცია დღეს უკვე გაქვთ მიღებული პირველ ორ შეხვედრაზე. მესმის რომ ჩვენს ფავორიტთა სიაში შეიძლება არ იყოს არც მექსიკა, არც სამხრეთ კორეა და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასეთი საფეხბურთო გემოვნება გქონდეს, იმდენი მაგარი ნაკრები თამაშობს ამ მუნდიალს. ვის გულს შემატკივრობთ თქვენ? მოდი გოგონების ფლანგით დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩვენ აქ მყარად გვაქვს ფესვები გადგმული პორტუგალიაში და მე მოვყვებით რატომ და როგორ. მე დავიწყებ, რომ ბიჭებმა ცოტა ასე ვთქვათ დაძაბულობა მოიხსნან. თქვენ არ გინდათ ბავშვებს? მოკლედ მე უკვე მესამე მსოფლიო ჩემპიონატია არ მიხარია. რადგან შემატკივრობ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სკვადრა აძურას გულშემატკივარი გახლავართ. იტალიას გულს. კი ბატონო, იტალიას და უკვე მესამე მსოფლიო ჩემპიონატია, რაც ვერ ხვდება სამწუხაროდ. მაგრამ ნახოთ, რა ვიცი, გვაქვს იმის იმედი, რომ მომავალში მაინც გაუმართლებთ და რაღაც შეიცვლება და ვიხილავთ იტალიის ნაკრებს უკვე. სამაგეროდ არის მოლოდინები მასთან დაკავშირებით, რომ ფურია რო ხარ, ესპანეთის ნაკრები შესაძლოა კვლავ ვიხილოთ გამარჯვებულთა. ფავორიტი ნაკრები. აი, შანსი არ გაუშვა, აბა ვინმე თუ არის აქედან ესპანეთის ნაკრების. ესპანეთის არ ამგონი აგერ არგენტინის. აბა ბიჭებო, ვის გულს შემატკივრობთ? თქვენი საყვარელი ნაკრები და გამორჩეული ფეხბურთელი ვინ იქნება, ვინ გახდება საუკეთესო ფეხბურთელი ამ მსოფლიოს ჩემპიონატს? მე არგენტინას ვალიშკობ. და ჩემი აზრით, არგენტინაში საუკეთესო ფეხბურთელია ლიონელ მესი და ალბათ ლიონელ მესი გახდება საუკეთესო ფეხბურთელი. ვინ იყო ის ფეხბურთელი, რომელიც აი პირველად ნახე და მე რაღაცნაირად განსაკუთრებულად იმოქმედა შენზე? ლიონელ მესი იყო. სწორედ ამიტომ ინარჩუნებს ამდენი წლის შემდეგ ამ სტატუსს შენთვის. დანარჩენებთან რა ხდება? მე მგონი ძირითადად არგენტინა პორტუგალია გვექნება, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო იმაზე ჭიდაობს მესი თუ რონალდო და მე ვიცი რომ საფრანგეთიც უნდა გამოერიოს იქ. ახალი სახეებიც ხო? საინტერესო გემოვნების მქონე ფეხბურთელები არიან. აბა შენ ვის გულს შემატკივრობ? მე არგენტინას გულს შემატკივრობ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის დიბუ მარტინესი, რადგან მეკარე ვარ მეს და ჩემი საყვარელი მეკარე არის და იმედია კიდე მეოთხეჯერ მოვიგებთ. მისი დამსახურებაა რომ მესიმ ეს ნანატრი მსოფლიო მოიგო, თავად ლეოც აღიარებს ხოლმე ამას. ბიჭებო, თქვენთან რა ხდება? აბა ვისი გულს შემატკივრები? ჯოვა, მე ვარ ლუკა ფერაძე ვარ და ვარ ბრაზილიას ფანი. შენ გაიხარე, აბა რა, თან კარლო ანჩელოტი მოვიდა, მთელი თანავარსკვლავედი ადგილზეა, ნეიმარი დააბრუნეს და მე გულს შემატკივრობ ბრაზილიას 2022 წლიდან რა და მინდა რომ ეხლა კიდევ ბრაზილია მოიგოს და მეექვსეჯერ უერჭველი მოიგებს. აბა რა, ძალიან კარგი. 2022 წელს. 2022. 4 წლის წინ.
რუის ყავი მამაჩემს ქონდა ტელევიზორი ჩართული და უყურებდი და მასე დავიწყეთ ფეხბურთის ყურება. გახსოვს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო სწორედ ეს შემთხვევით რომ წააწყდი მამასთან ერთად? ხო და მე 2018-ში, მაგრამ 2018-ში. მამაც ბრაზილიის გულშემატკივარი იყო? მამაც ბრაზილიას გულშემატკივრობდა იმ მსოფლიო ჩემპიონატზე? არა. მამავის გულშემატკივრო. ვერ შეხვედი, იმიტომ რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატმა განაპირობა შენი ფეხბურთზე შესვლა თუ იქამდე უკვე დადიოდი? იქამდე დავდიოდი რა, როდესაც ფეხბურთს უყურებდი, ნეიმარი მევასებოდა რა და ეხაც მევასება. მაგარი, ვის არ გვევასება ნეიმარი ყველას? მე ვარ ბრაზილიის ფანი. ძალიან მიყვარს ვინისიუს ჯუნიორი და იცოდი, აი, ჰალა მადრიდ, სადღაც რეალის სისხლიც რო იქნებოდა, გწნობდი ამას. ვიჩაგრები. თან პარალელურად რა ითვალებით ერთმანეთს მეტოქეობას უწევთ? აბა კიდე ვინ? ენდრიკი? ენდრიკის, ენდრიკი მაგრამ ვიბრუნებთ ახლა სამეფო კლუბი ცოტა ხანში. კიდევ ძალიან ესე იგი 2-2 არის არგენტინა ბრაზილია. ბიჭებო, თქვენ ვის გულშემატკივრობთ? ჩვენ საფრანგეთის გულშემატკივრები ვართ. სამივე? დიახ, ორჯერ მოვიგეთ სოფლიო ჩემპიონატი და ვიმედოვნებთ რომ მესამეჯერაც გავიმარჯვებთ ამ წელს. ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი საფრანგეთიდან კილიან მბაპეა. კილიან მბაპე. თქვენ სამივე კილიან მბაპეს გულშემატკივრები ხართ? კი ბატონო, ხო, აი ცოტა რთული ამბავი იქნება საფრანგეთში ვინ მოიდგებს ლიდერის როლს ამ საოცარ ვარსკვლავურ შემადგენლობაში და ჩვენ ფლანგზე რა ხდება აქეთ აბა? ვართ პორტუგალიის გულშემატკივრები. მე ნიკოლას კაბანაძე ვარ, გამარჯობა ყველას. მე ვარ გაგიმარჯვებს. მოგესალმებით. პორტუგალიის ფანი. რა თქმა უნდა, ყველა პორტუგალიის ფანი თითქმის რონალდოს გამოა. იმიტომ რომ რონალდო მიყვარს ბავშვობიდან და რა გულშემატკივრო პორტუგალიის ჯერ არ მოუგია მსოფლიო, მაგრამ იმედია მე-6-ეთ ექნება ცდელობა რომ მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი და იქნება ეს მაინც გამოდგეს წარმატებული მისთვის, იმიტომ რომ ძალიან ცოტა აკლდება ხოლმე როგორც წესი იმისთვის რომ ფინალამდე მივიდეს. რას ფიქრობ, ვინ იქნება პორტუგალისთვის ყველაზე რთული მეტოქი აი ამ მსოფლიო ჩემპიონატს? ჩემი აზრით ესპანეთს შეხვდა ესპანეთთან გაუჭირდა როგორც ეხა რომ მოვუყურე. აქ ხომ ვინც გაიშველდა? აი თეოსაც გაიღიმ. შენც პორტუგალია, ხო? შენც რონალდო? შვენიერია. რატო ხვიჩას გუნდელებს რას ვერჩით, კაცო? არაჩვეულებრივი ნახევარდაცვა. მას აყავს ყველაზე ძლიერი ყველა PSG-დან ვიჭინია. მაგრამ ნახე, ჩემი გამოთვლებით და არა მხოლოდ ჩემი ძალიან ბევრი საფეხბურთო ექსპერტის გამოთვლებით, თუ უგულშემატკივრებთ და მოვაგებინებთ იმ ნაკრებს, რომელიც ფეხბურთელებიც PSG-ში მაინც და მაინც დიდ როლს არ ასრულებენ, უფრო მეტი შანსი აქვს ხვიჩას, ხო? პრაქტიკულად ოქროს ბურთი რომ სხვა ვინ უნდა მოიგოს, იმიტომ რომ ბატონო. მე ეჭვება რომელიმე სხვა ფეხბურთელს ეკუთვნოდეს თუნდაც მარტო მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით ოქროს ბურთი, იმიტომ რომ რაც ხვიჩამ გააკეთა, ეს არის წარმოუდგენელი და თან სუპერთასის ფინალი ექნება მანამდე სათამაშო, რომელსაც მოიგებს საფრანგეთის სუპერთასი და მოკლედ ხო, იმედია რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატს ეყოლება ახალი გამარჯვებული და ხვიჩა იგებს არა საფრანგეთი და არა პორტუგალია, ხო? კი ბატონო. თავი არის ეს. მადლობა ბიჭებო, მადლობა ძალიან დიდი. მინდა რომ წარმატება გისურვოთ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საქართველოს ნაკრები თქვენამდეც და თქვენთან ერთადაც მოხვდება არაერთხელ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატში.